ერთ-ერთი თამაში წავაგეთო ბატონო თენგის. დინევრო დაგვილქვენ? ეგ აღარ ვიცი, მაგრამ თქვენ როგორ მოყოლი როგორ თან, მაშინ ეგეც მოგვიყვებით, რო ჩამოვედით, მოვიდაო ისა, პატიაშვილი შეგხვდაო. ესეთი წესი ქონათო და რატო იყო ეგეთი წესი? ხა იმას რა ისაქრებოდა ფეხბურთელი რო წააგებდა, ვერ მივხვდის. არა, რა თავრობა ხო იცი, პრიორიტეტი ქონათ ფეხბურთელს, ვითომ ჩვენ თუ წავაგებდით, ესე იგი ხარხნებში მუშაობა არ მიდიოდა ისე როგორც უნდა წასულიყო. აი ეგეთი ის ქონათ, კომუნისტური ისე რა ქვია რა. ვითომ ჩვენ თუ თამაში ვერ მოიგებდი, ხო, ესე იგი განწყობა ვარდებოდა. ხო, ესე იგი შრომის უნარიანობა ეკარგებოდა მუშებს, ესე იგი მას ქარხანაში, ავტოხარხანაში, სადაც ქარხნები იყო მაშინ რა. ხო და ნუ მე გეტყვი რასტოვში წავაგეთ 5-3 რაღაცა. და ჩამოვედით ახალი აღებული გვაქვს ბინები, მე რამაზის და საშა ჩივადეს რა. ხო და ნუ ახლა მე და რამაზი ერთ-ერთი კორპუსში მოგცენ. მე ვიყავი მე-5-ზე და რამაზი მე-6-ზე სართულზე და ერთად ვაკეთებთ რემონტ. ერთი ისახავს რა ქვია ბრიგადა რა. ხო და ნუ სასწაული. ჩამოვედით და დავხეთ უკვე დაგვიგედენ ესე იგი არ მოგცენ საშუალება რემონტს გაგზელებით რა. წაგების გამო? ხო, დაგვილუქენ რა ბინა რა. ეგ არის თვილი დინამოში. ხო და ნუ მე რამოდენიმე თამაში მოვიგეთ და გავიგენ ისავე რა. ესე იგი მიგვანიშნენ რომ ესე იგი თუ ესე იგი ბრავო, მაგრამ შენზე ძლიერ გუნდი როა მოგიგორდა ასვაში ეგ არის შეურაცხყოფა ადამიანისა და მაგრამ მაშინ ეგეთი დრო იყო